გორში, მხოლოდ გორში ჩვენი ანგარიში 45,000 ნარკომანი, რომელიც კრიციანი ნარკომანი იყო, მომწეველზე არ ლაპარაკ. ეხლა რა თქმა უნდა ეს რიცხვი ალბათ უფრო გაზრდილი. მეცნიერებათა სკოლაში ჩავატარე შეხვედრა უფროს კლასელებთან, სადაც წავიკითხე მოკლე პრეზენტაცია უცხო ნივთიერებებზე დამოკიდებულების შესახებ, რამაც მე როგორც ვთვლი, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ჩემი მიზანი იყო, რომ ბავშვებისთვის ამეხსნა რა არის უცხო ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რითია ის საშიში, რა გართულებები შეიძლება მოყვეს და რა ეტაპები აქვს ნივთიერებებზე, უცხო ნივთიერებებზე მიჩვევას და ნარკომანიის ეტაპებს, ასე ვთქვათ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ძალიან პრობლემურია სამწუხაროდ. მიკროსოციუმს აქვს დიდი მნიშვნელობა. რა არის მიკროსოციუმი? ეს არის ოჯახის წევრები, უახლოესი ნათესავები და ეს არის მეზობლები, მეგობრები, რომელთა ქცევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდისთვის. ისინი გარკვეულწილად იქცევიან მოზარდისთვის მაგალითებად, მით უმეტეს თუ ისინი არიან ავტორიტეტულები მოზარდისთვის, ეს სულერთია დიდი იქნება თუ მისი თანატოლი იქნება და თუ აი ამ მიკროსოციუმში არის პრობლემა ნივთიერებების მოხმარების, რა თქმა უნდა არის დიდი რისკი, რომ მოზარდმაც, ასე ვთქვათ, წამხედურობით, მიბაძვით, ასე ვთქვათ, გასინჯოს პირველად ეს ნარკოტიკული საშუალება. გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის მოზარდის მომზადებაში და განათლებაში, მის ინფორმირებაში, თუ როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ ნარკოტიკის მოხმარებას და რატომ არ უნდა დავემორჩილოთ იმ ვიღაცა ბრჭყალებში ავტორიტეტულ თანატოლს, რომელსაც ესე თქვათ ესეთი მავნე ჩვევები აქვს. მაინც ყველაზე ხშირად, რასაც დედამ უნდა მეაქციოს ყურადღება, ეს არის ბავშვის ქცევაში ცვლილებები. ის ხდება უფრო გულჩათხრობილი, უფრო ჩაკეტილი, აღარ ასე ვთქვათ, მშობელთან აღარ ურთიერთობს ისე ღიად, აქვს ადვილად გაღიზიანებადობა, იმპულსურობა, უძილობა, თვალები აქვს ჩაწითლებული, შეიძლება ჰქონდეს ხელების კანკალი, ოფლიანობა, სახის სიწითლე და ზოგიერთი სხვა ნიშანი, რომელიც არ იყო აქამდე და ეხლა რატომღაც გაჩნდა. აი ამას უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება. მითები. პირველი ერთხელ გავიკეთებ და რა მოხდა? არ მივეჩვევი, მითია. ძალიან ხშირად პირველი, მეორე გაკეთების შემდეგ ყალიბდება სრული დამოკიდებულება. მეორე მითი, როცა მინდა თავს დავანებებ. მითია, იმიტომ რომ მე როგორც გითხარით, თავის ტვინში ხდება შეუქცევადი ცვლილებები და ეს შეუქცევადი ცვლილებები აიძულებს ადამიანს მუდმივად მიიღოს ნარკოტიკი. შემდეგი მითი, მარიხუანა, ანუ მოსაწევი, შედარებით ასე ვთქვათ, უვნებელია და მისი მოწევა შეიძლება. ან მაგალითად ექსტაზი, რომელიც კლუბური ნარკოტიკია, ეს არაფერი არ არის. ეს მითია, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ეს ყველაფერი არის შეღებული კარები დიდ ნარკოტიკებთან. და მეორეც, აი ტვინის დეგრადირების პროცესში, წლების განმავლობაში, მარიხუანა უფრო მეტად იწვევს ტვინის დეგრადირებას, ვიდრე ინტრავენური ნარკოტიკი. ტოლერანტობა, ანუ გამძლეობა რაღაცა უცხო ნივთიერების მიმართ თავიდან დაბალია. ანუ ძალიან მცირე რაოდენობა უკვე საკმარისია თრობის გამოსაწვევად, მაგრამ დროთა განმავლობაში ტვინი თავისი უჯრედებით გადადის ახალ რელსებზე, გადადის ახალ რეალობაზე, როდესაც მას ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი წამალი. და აი ამ წამლის გარეშე ვეღარ ძლებს. და ამიტომ როდესღაც ტვინისთვის სიამოვნების მიმღები რაოდენობა გახდება ზედოზირებადი. და ზედოზირებას შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გართულება. რაც შეეხება აი ამ სიკვდილიანობას, რომელიც ახლახანს იყო სულ თბილისში რამდენიმე შემთხვევა. აქ რამდენიმე მომენტია. ერთი ისაც თქვი, რომ ზედოზირება ხდება უკვე რომელიღაცა მომატებული დოზა შეიძლება გახდეს სასიკვდილო. და მეორე, ძალიან ბევრი ხელოვნური ნარკოტიკი შემოდის
სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არიან ძალიან ტოქსიურები. აი დღესდღეობით მოპოვება ნარკოტიკის საკმაოდ მაინც რთულია საქართველოში და ცდილობენ მოიპოვონ ნებისმიერი რამ, რასაც იშოვიან. აი ამ დროს ხდება ნარკოტიკების ერთმანეთში შერევა, ახლის მოხმარება ისე რომ არ იციან მისი მოქმედებისა და დოზირების მექანიზმები, აი ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი გართულება ვარიანტებიც. ზუსტი სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე წლის წინანდელი, რომელიც ახლა ალბათ იქნება მოძველებული, მთლიანად ყველა ნარკოტიკის მომხმარებელი საქართველოში ასეთი ძალიან უხეში დათვლით იყო 150,000 კაცი.